მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო. ეს ქართული ამბებია და მე ლაშა გურგენიძე ვარ. როგორც იცით, ავედით 10000 გამომწერზე. შემდეგ გადაცემაში კარგ ამბებსაც მოვამზადებთ და საჩუქრებსაც გავათამაშებთ. გავათამაშებთ გამომცემლობა არტანუჯის წიგნებს, რომლებიც წიგნების მაღაზია შაქრო ბაბუა მოგვაწოდა და ასკანელის ძვირფას სასმელებს. ყურადღებით იყავით და არ გამოგრჩეთ შემდეგი ეპიზოდი. ამასობაში TikTok-ზეც 40000 გამომწერს გადავწდით. უამრავი მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა ჩვენ სპონსორს კროკოს გვერდში დგომისთვის. ასევე მადლობა ასკანელს პარტნიორობისთვის. დავიწყოთ. ვისი ლექსია? ამ ამბავში ერთ ლექსზე ვისაუბრებ. ლექსი პატრიოტიზმით არის გამსჭვალული და თავად რაფიელ ერისთავს მიუძღვნეს. მოდი ახლა მე წაგიკითხავთ ამ ლექსს და თქვენ თუ გამოიცნობთ ვისი დაწერილია. თავად რაფიელ ერისთავს. როს მშობელ გლეხთა ვაებით საბრალოდ აცრემლებული, ზეცას შეჰკვნესდი მგოსანო, ერისთვის თავდადებული. როს ერის კეთილდღეობით საამოდ აღტაცებული, სიმთ აჟღერებდით კბილ ხმაზე, ვით ზეცით მოვლინებული. როს დაჰგალობდი სამშობლოს, ის იყო შენი ტრფიალი, მისთვის გახქონდა შენს ჩანგსა, გულის წარმტაცი წკრიალი. მაშინ მგოსანო ქართველი, თურმე ციურ ძეგლს გიგებდა და წარსულით შრომა ვაებას აწმყო გიგვირგვინებდა. შენმა სიტყვებმა მის გულში უკვე გაიდგა ფესვია. მოიმკე წმინდა მხცოვანო, რაც სიყრმით დაგითესია. ნამგლად იხმარე ერისგან, გრძნობით ჰაერში ძახილი. ვაშა რაფიელ, გამრავლდეს მამულში შენებრი შვილი. გამოიცანით ლექსის ავტორი. დარწმუნებული ვარო გაგიჭირდებოდათ და ალბათ ვერ გამოიცანით. ეს ლექსი სტალინის დაწერილია. სემინარიაში სწავლის დროს დაწერა. რაფიელ ერისთავი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოესწრო სანუკვარ დამოუკიდებლობას. სტალინი კი მოესწრო. მეტიც, მთავარი კურატორიც გახდა სამშობლოს ოკუპაციის. დირექტორიც და დამლაგებელიც. ეს ამბავი გასული საუკუნის 20-იან წლებში მოხდა. ხატვარ დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ. დღეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ცისფერი გალერეა სწორედ დიმიტრი შევარდნაძის სახელს ატარებს. ასევე მხატვარი გიორგი ერისთავი იგონებდა, რითომ ძალიან ენერგიულად მოჰკიდა ხელი ნაწარმოებების, უმეტესად ქართული მხატვრობის ნიმუშების შეკრებას. ბევრი ქალაქი და სოფელი მოიარა და მრავალი სურათი შეაგროვა. ზოგ მათგანს საჩუქრად აძლევდნენ, ზოგს ყიდულობდა. ასევე შეკრიბა წიგნები და ბიბლიოთეკა მოაწყო. მან თავი მოუყარა მე-19 საუკუნის თბილისური, სპარსული და დასავლური მხატვრობის შესანიშნავ ნიმუშებს. კარგად თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს, ერთი სიტყვა აუცილებლად ამოგვიტივტივდება. გაჭირვება. თანამშრომელთა შტატში დიმიტრი შევარდნაძეს სულ რამდენიმე ადამიანი ყავდა. არადა გალერეას და მის ფონდს მეთვალყურეობა და დაცვა სჭირდებოდა. რა უნდა ექნა დიმიტრის? დატოვა თავისი სახლი ბარნოვზე და გალერეაში გადაბარგდა. სარდაფში დაიდო ბინა. თვითონ იყო დირექტორი და დარაჯიც. არანაირ საქმეს არ თაკილობდა. ისე უყვარდა დიდი წვალებით დაარსებული სამხატვრო გალერეა. ერთ დღეს გალერეაში სტუმრად ჩამოსული რუსი მხატვარი მისულა და დირექტორი შევარდნაძე უკითხავს დამლაგებლისთვის, რომელიც ცოცხით ასუფთავებდა დაწესებულების ოთახებს. ახლავე შეგახვედრებთო უთხრა დამლაგებელმა და დირექტორის კაბინეტში შეიყვანა. მერე დამლაგებელმა ცოცხი გვერდზე დადო, დირექტორის მაგიდას მიუჯდა და სტუმარს გაეცნო. გისმენთ, რა გნებავთ? მე გახლავართ დირექტორი შევარდნაძეო. გვახსოვდეს ჩვენი ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სულიც გულიც და მთელი სარჩოსაბადებელიც ქართულ საქმეს მიუძღვნეს. რატომ ცისფერყანწელები? დარიანული ლექსები ხომ იცით? ერთი ვერსიით ის ელენე ბაქრაძის დაწერილია. ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო მითქმა-მოთქმის საგანი ლიტერატურულ წრეებში. თუმცა პირადი არქივების გახსნამ ნათელი მოჰფინა ამ ამბავს. მინდა ამ საოცრად მაგარი ქალის შესახებ ერთი ეპიზოდი მოგიყვეთ, რომელიც მისავე მოგონებებში ამოვიკითხეთ. მახსოვს ერთ დღეს, როგორ სწრაფად წამოვდექი ადგილიდან, როცა პაოლო იაშვილი შემოვიდა. ჩამაშტერდა სახეში და მითხრა: ჩვენ ხომ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთო. მითხარი, რა სათაური შეურჩიოთ ჩვენ ჟურნალსო. ჟურნალის სათაური სრულიად შემთხვევით მოიძებნა.
მე ველოდი წერილებს სახლიდან და დამჭირდა საჩხერეში, ფოსტაში წასვლა. პაოლომ ცხენებით წასვლა შემომთავაზა და 7 ადამიანი წავედით ცხენებით. ვალიკო მაჭავარიანმა გვათხოვა თავისი საუცხოო მერანი. მე და პაოლო დავწინაურდით. პირამიდებსა და ეგვიპტეზე, ფარაონებსა და მათი დროის კულტურაზე ვლაპარაკობდით. ალბათ პაპანაკება სიცხის გამო. ლექს პირამიდების საფუძვლად ეს ეპიზოდი დაედო. მივადექით ყვირილას. იმ ზაფხულს წყალდიდობა იყო. ხიდი წაიღო მდინარეს. მოშხულოდა და იმუქრებოდა ყვირილა. ამ დროს მოგვესმა ვალიკოს ხმა: პაოლო, არ შეხვიდეთ წყალში, ცხენი არ დამიღუპოთო. შეშინებულმა რომ ფოსტაში ვეღარ მივიდოდი, ცხენი წამსვე შევაგდე მდინარეში. თვალები დავხუჭე და მივენდე მას. პაოლო და მისი ბიძაშვილი გამოყვნენ და გვერდში ამოგვიდგნენ. წელამდე დასველებულები გავედით მეორე მხარეს. მთელი საჩხერე გზაზე იდგა და საყვედურობდა პაოლოს, ასე როგორ გაწირე ქალი და როგორ გამოუშვი ადიდებულ მდინარეშიო. პაოლო იცინოდა და კმაყოფილი იყო, ჩემი ასეთი თავხედობით. შუაღამე სრულდებოდა, როცა მოვედით ჩემს ნათესავთან. იქ სწრაფად გაშალეს დიდებული სუფრა. ყველაფერს ჯადოსნური ცისფერი გადაედო. პაოლო თამადობდა. ყანწი მოითხოვა და ჩემმა პაპიდაშვილმა პატარა თეთრი ყანწები შემოიტანა. პაოლომ ჩაასხა ღვინო, ასწია მაღლა და უეცრად თვალი მომტაცა ამ ყანწის ლურჯმა ფერმა. პაოლო, შეხედე, რა ცისფერი ღვინოა. ცისფერი ყანწი დავლიოთ. ასწით. წამოიძახა ვიღაცამ. პაოლო გაოცებული უყურებდა ყანწს და მერე უცებ წამოიძახა. ევრიკა, ელენე, ჩვენს ჟურნალს ცისფერ ყანწს დავარქმევთ. ხო, ჟურნალი ცისფერი ყანწების სულ 2 ნომერი გამოვიდა, თუმცა დიადი გაერთიანების ცისფერ ყანწელების სიმბოლოდ იქცა. კურნალობის უცნაური მეთოდი. ეს ამბავი უცხოელმა მოგზაურმა შემოგვინახა. ჯუზეპე მარია ზამპიმ. სამეგრელოში მოგზაურობისას იწერდა რაღაც ცნობებს და მეც ერთ-ერთ მათგანს წაგიკითხავთ. მე არაფერ შუაში არ ვარ. თუ რამე არ მოგეწონებათ, ზამპისკენ გაუშვით მთელი აგრესია და ნეგატიური კომენტარები. მძიმე ავადმყოფები ექიმებს კი არ მიმართავდნენ, არამედ მღვდელს ეძახდნენ. თანაც არა იმისთვის, რომ მან ავადმყოფი აზიაროს ან მისი სული ღმერთში ავედროს. არა, ამაზე ისინი საერთოდ არ ზრუნავენ. არამედ იმის გაგება სურთ, ხომ არ წერია ამა თუ იმ წიგნში მოკვდება თუ არა ავადმყოფი ამ სენისგან და რა მიზეზით შეხვდა მას ეს ავადმყოფობა. მღვდელი მედიდურად იწყებს წიგნის გადაფურცლას. გადაფურცლავს, გადმოფურცლავს და ბოლოს ავადმყოფს ეუბნება. ესა და ეს ხატი გამწყრალია მასზე და მისი მოკვდინება სურს. ხატის გულის მოსაგებად საჭიროა თხის, ძროხის, ხარის ან ზვარაკის დაკლა და მსხვერპლად შეწირვა. თუ ცხოველები არ ყავს, მაშინ ფულის მირთმევა, რათა ხატმა არ მოკლას იგი. სიკვდილის შიშით საბრალო ავადმყოფი მღვდელს აღუთქვამს და აძლევს, რასაც იგი თხოვლობს. მაგრამ მღვდელი მთელ შეწირულობას ითვისებს და ავადმყოფი გაბრიყვებული რჩება. აი ასეთი ამბები იყო დღეისათვის. გამოიწერეთ არხი, შემდეგ გადაცემაში არაჩვეულებრივ ამბებს მოგიყვებით და ამ ძვირფას საჩუქრებსაც გავათამაშებთ. დროებით.